პარტიები თქვენ თვითონ ხო ამბობდით რომ ყველა ნაციონალი არის ეს ერთი კლასტერია ხო ამბობდით და მიშა ხო პირობითი არის ეს ხო მიშას პარტიებია მაშინ არა მესმის კაცო მაგრამ ამ არჩევნებზე ამ ხოცების ამომრჩევლებს რა არჩევანი არ ქონდათ რა მე როდესმე ამ საზოგადოებისთვის როგორ გითხრა მიმეცია იმის ეჭვის საფუძველი რომ მე მიშასთან გადავხტებოდი და მიშას ჩავაბარებდი ერთდროულად ზალო თქვენ ნათქვამი გქონდათ რომ ითანამშრომლებდით ვინ გაიმარჯვებდა და ხო და ნაციონალური მოძრაობა რომ გაემარჯვა ასე ვთქვათ რომ მე ჩვენ ითანამშრომლებდით გაიმარჯვოს იმას და ვინც მოვიდა გაუმარჯვოს თქო ეგ არ გვითქვამს ეგ სხვა პოლიტიკოსების სტილია ჩვენ ვთქვით რომ რომელიც უფრო მეტ შემოგთავაზებს შესაბამისად რა ვიცი ანუ ქართული ოცნების ამორჩევას და ასე ცუდი წარმოდგენა ქართულ ოცნებაზე რომ ის ნიშაზე უფრო ცოტა შემოგთავაზებს თავისუფლებების დათმობის თვალსაზრისით ადამიანების არა ფულს ამ შემთხვევაში თავისუფლებების დათმობის თვალსაზრისით რომ მე მომიწიოს ნიშასთან თანამშრომლობა იმიტომ რომ იმან მეტი თავისუფლება დამითმო ანუ ეს ხო უბრალოდ ანუ აბსოლუტური სიგიჟეა და ბოლოს და ბოლოს აი იმის შიში ნიშაშიში ხო საბოლოო ჯამში ავირჩიეთ ხელისუფლება რომელმაც ღიად დეკლარირებულად განაცხადა რომ დასავლეთზე უარს ვამბობო დასავლეთის თვალზე რომ გვიღებდნენ გვიღებდნენ რა შენ ხო შევაჩერეთ რომ მოვამზადოთ იქ მიგიღებს თუ არ მიგიღებს ერთ მეორე საკითხია შენი სვლა საით უნდა იყოს შენ საით მიდიხარ აი იქ რომ დაუშვათ რაღაცა ვადაში გიჟები მოვიდნენ ხელისუფლებაში სადღაც შენი სვლა იმით გზამო რომ რომელიღაც თავრობაში რომელიღაც ქვეყნებში რომელიც დიდარია თავისუფალი საზოგადოება ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესია იქითკენ სვლა